მეგობრებო, მოგესალმებით. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის ამ ყინვაში და სიცივეში. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ახლად დაფუძნებულ მოძრაობაზე, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის. ვისაც თქვა გაინტერესებს, შეგიძლიათ ცოტა ახლოს მოიწიოთ, რომ კარგად გაიგოთ ჩვენი ხმა. პირველ რიგში, ესე იგი, ვიტყვით, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროტესტი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის და მე პირადად რამდენიმე დღის, რამდენიმე კი არა გუშინა დღესაც, როდესაც მედიებში მივდივარ, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან იკრიბება მრავალფეროვანი ჯგუფი, არ არის ეს ჯგუფი ერთგვაროვანი და პირიქით ეს პროტესტი არის ყველასი, ეს არის სახალხო პროტესტი და როდესაც თქვა აცხადებენ, რომ რაღაცა მემარცხენეების პროტესტი არის, ჩვენ ვართ პირველები, ვინც ვამბობთ, რომ არ არის ეს ასე, ეს არის ყველას პროტესტი და პირიქით რაც მეტი ჯგუფი იქნება, რაც მეტი ინდივიდი იქნება, განსხვავებული, მრავალფეროვანი, მით უკეთესი. ამიტომ ეს ძალიან ცხადად მინდა რომ კიდევ ერთხელ თქვა, უბრალოდ ინტერესი ამ საკითხისადმი საზოგადოებაში იყო და ამიტომ როგორც სხვა შემთხვევებში ანალოგიურად ჩვენ გვინდოდა რომ რაღაცა ღიად, აგერ გამჭვირვალობაზე გვესაუბრებია და ღიად გველაპარაკა რომ ის ხალხი ნაწილია იმ ხალხის ვინც აქ ვართ, რაღაცა დავაფუძნეთ და გვინდა რომ უფრო მეტი გვეთქვა აქ მყოფი საზოგადოებისთვის, თორემ ცხადია ვთქვათ მედიაში აქტიურად ვცდილობთ რომ გავავრცელოთ ვთქვათ ჩვენ შესახებ ვინ ვართ, რა ვართ, რას წარმოადგენთ, რა ხედვები გვაქვს. ამიტომ დღეს ამ საკითხზე ვისაუბრებთ და დასასრულს შემდეგ რა ვიცი თუ კითხვებიც იქნება შეგიძლიათ რომ დაგვისვათ კიდევაც. ჩემთან ერთად არიან სოფო ვერძეული, იურისტი და გიგა კარაპეტიანი, სოციოლოგი, ორივე ამ მოძრაობის აქტიური წევრი. ძირითადად ისინი ისაუბრებენ, მე უფრო მოდერაციის ფუნქციას ავიღებ, ამიტომ პირდაპირ პირველივე კითხვით გადავალ სოფოსთან. გასაგებია, ესე იგი, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის სახელიდან გამომდინარე, ვთქვათ, რაზე არის დაფუძნებული, მაგრამ მაინც აი თუ შეგიძლია რომ კიდევ უფრო ცხადად ვთქვათ განმარტო, ვთქვათ რა ღირებულებებზე არის ეს მოძრაობა დამყარებული, საიდან წამოვიდა, საერთოდ ესე რომ იციან ხოლმე, საიდან წამოვიდა იდეა, ხო? იმიტომ რომ გაჟღერდა, რომ თითქოს საზბაუდან წამოვიდა, ხო? და ესეც ძალიან მცდარი არის, გაცილებით უფრო ადრე იყო კამპანიის სახით და აი ამაზე რომ გითხრა, თქვათ ქრონოლოგიურად, როგორ დაფუძნდა, რამ შეუწყო ხელი, რაზე არის დაფუძნებული და თქვათ პროტესტთან რა მიმართება აქვს. სალამ შვიდობისა, მადლობა პირველ რიგში ამ საპროტესტო კერის შენარჩუნებისთვის და იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ ყოველ საღამოს ისმის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, ის თემები, რომელიც ჩვენს ხალხს, ჩვენ საზოგადოებას ყველაზე მეტად აწუხებს და ამ ადგილას ყველას შეუძლია იპოვოს სივრცე კითხვების დასმისთვის და საკუთარი წუხილების გაჟღერებისთვის. მადლობა, რომ მოძრაობას ეთმობა დღეს ეს ეთერი და როგორც ჩვენ თქვი, მედიაში იყო შესაძლებლობა ჰქონდა გვესაუბრა, მაგრამ დღეს გვექნება დრო იმისთვის, რომ რა კითხვებით შეიძლება დაგროვდა მედია ეთერების მიღმა, ამ კითხვებზეც უფრო გაშლილად გავცეთ პასუხი. დავიწყებდი მოძრაობის დაარსების თუ დაფუძნების იდეით და მართალი ხარ, ეს არ არის სპონტანური ინიციატივა, ან აუცილებლად მიმდინარე წინააღმდეგობაში დაბადებული ინიციატივა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასულ წლებში მემარცხენე ჯგუფებს ჰქონდათ სხვადასხვა ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებები, ორგანიზების გამოცდილებები. ის ადამიანები, რომლებიც დღეს მოძრაობაში არიან, ასოცირდებოდნენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროტესტთან, რომელიც მიმდინარეობდა ქვეყანაში, უფრო სამართლიანი, უფრო თანასწორი პოლიტიკური სისტემის, ეკონომიკური სისტემის შესაქმნელად და ამ ხალხს აქვს მნიშვნელოვან ბრძოლებში მონაწილეობის გამოცდილება და გასულ წლებშიც არაერთხელ გვინახავს
ორგანიზების და კოორდინაციის მცდელობები ამ ჯგუფებს შორის. უშუალოდ მოძრაობის წინარე ეტაპი უკავშირდება არჩევნებამდე პერიოდს, როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვერთიანებინა ძალები წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავდა ჩვენ მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას იმისთვის, რომ ჩვენ არჩევნებამდე მიგვეტანა ყველასთან ხმა, რა საფრთხეებს უკავშირდებოდა ერთპარტიული მმართველობა ამ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ჯგუფმა ამაზე აქტიურად იმუშავა, მათ შორის მოძრაობის წინარე კამპანია, ნახეთ ის, რაც ნახეთ საპარლამენტო არჩევნებზე და დადასტურდა კიდევ ერთხელ ის საფრთხეები, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობდით, რა სიმძიმის ტრაგედიაში აღმოჩნდით манипулირებული არჩევნების შედეგად, რომლის ფონზეც ძალაუფლება შეინარჩუნა ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა და ვნახეთ, როგორ გაიშალა არჩევნების შემდეგ რეპრესიული აპარატი, რა ტიპის ძალადობრივი შემთხვევები განვითარდა ამის შემდეგ და პრაქტიკულად ყველაფერი, რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა, ალბათ საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ამას ხედავთ ახლა. ამ მოძრაობას წინ უძღოდა დისკუსიები, როგორ შეიძლებოდა გაგრძელება კოორდინაციის მემარცხენე ჯგუფებს შორის, იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც აქვს საერთო წარმოდგენა და საერთო ხედვა არა მარტო ამ ქვეყნის უახლოეს წარსულზე, არა მარტო საერთო და საზიარო კრიტიკა აქამდე და დღევანდელ პოლიტიკაზე, რომლითაც ეს ქვეყანა იმართება, თუ შეგვიძლია ამას მართვა დავარქვათ, არამედ ასევე აქვს საერთო ხედვები მომავალთან დაკავშირებით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხო? ჩვენ საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის გვესმის ეს კითხვა, გასაგებია რა არ მოგწონს და არავის არ მოსწონს, მე არ მჯერა რომ ვინმეს მოსწონს ის, რაც დღეს ამ ქვეყანაში ხდება, ეს კატასტროფა, რომელშიც აღმოჩნდით. დღეს თუ არა ხვალ ყველასთვის იქნება ხელშესახები, ყველასთან მივა, ამიტომ მე არ მაქვს განცდა, რომ ვინმე შეუძლია დისტანცირდეს იმ უბედურებისგან, რაც გჭირს, მაგრამ ხალხს ასევე აქვს კითხვა, რა იქნება შემდეგ, როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ, როგორი საზოგადოება გვინდა შევქმნათ, როგორი პოლიტიკური სისტემა გვინდა შევქმნათ, როგორი ეკონომიკური სისტემა გვინდა გქონდეს. და პრინციპში როგორ დავასრულოთ ეს მოჯადოებული წრე, რომელზეც 10 წლეულებია დავდივართ. აი ამ დისკუსიების ფონზე ადამიანების ჯგუფმა, რომლებიც არიან თანამოაზრეები, აერთიანებთ საერთო ღირებულებები, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეფუძნებინა მოძრაობა, სიმბოლურად ეს მოხდა 17 თებერვალს, ეგნატე ნინაშვილის დაბადების დღეს მის ბიუსტთან, ამას ჰქონდა თავისი სიმბოლური მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენ რა ღირებულებებიც გვაერთიანებს, ეს არის ჩვენი წარსულიდან მომავალი, პირველი რესპუბლიკას უკავშირდება სოციალურ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელიც დაკავშირებულია ეგნატე ნინაშვილთან და იმ მოძრაობასთან, რომელმაც ამ ქვეყანას მოუტანა დამოუკიდებლობა და პირველი რესპუბლიკა. ამიტომ შორს არ სადარწავს ვართ და ავტრიალებთ იმ ყველაზე პროგრესული წარსულის გარშემო, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ არ გვჭირდება შორს წასვლა ყველაზე პროგრესული პოლიტიკური სისტემის საძებნელად, ჩვენ გვქონდა ამის გამოცდილება, ჩვენ წაგვართვეს ეს გამოცდილება, ცდილობენ დაგვავიწყონ, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი ისტორია, მაგრამ ზუსტად აი ამ სიმბოლიკის შემოტანას ეს მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ჩვენ ყოველთვის გვეთქვა, რომ ჩვენ ახალს არაფერს არ ვიგონებთ, ჩვენ ვცდილობთ დავაკავშიროთ ჩვენი ბრძოლა იმ წარსულთან და გამოცდილებასთან, რომელმაც ამ ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა და ძალიან პროგრესული პოლიტიკური სისტემა მოუტანა. რატომ ახლა და რა მიზანი შეიძლება გქონდეს ამ მოძრაობას, ამაზე შეგვიძლია ვთქვათ ორი სიტყვა. დღეს ვხედავთ რა პოლიტიკურ ვითარებაში ვართ ყველა, ეს მოძრაობა დაფუძნდა ძალიან გარდამტეხ მომენტში ჩვენი ქვეყნისთვის და გარდამტეხში გულისხმობ იმას, რომ ფაქტობრივად ჩვენ შეიძლება ამ ყველაფერს დავარქვათ ის, რომ ძალაუფლება უზურპირებულია ერთი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან და ის მართავს ქვეყანას, მაგრამ მეორეს მხრივ ხედავთ, რომ არავინ არაფერს არ მართავს ამ ქვეყანაში. არის სრული ქაოსი, კრიმინალური ბანდები ქუჩებიდან ადამიანებს იტაცებენ, სისტემურ წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, რეპრესიას, სახელმწიფო ინსტიტუტების გაჩანაგებას ხედავთ ერთი ვიწრო პოლიტიკური ჯგუფი
როგორ იტაცებს არა მარტო პოლიტიკურ სისტემას, არა მარტო ჩვენი ხმის და არჩევნების უფლებას, არა მარტო ჩვენს უფლებას სამართლიან სასამართლოზე, თანასწორობაზე, მშვიდობაზე, ასევე იტაცებს რესურსებს, ყლებს ამ ქვეყანას, კიდევ უფრო მეტად ზრდის უთანასწორობას, საკუთარი გამდიდრების და ძალაუფლების მიზნით დატაცებულია ამ ქვეყნის ბუნებრივი რესურსები, ამ ქვეყნის სიმდიდრე ერთეულების ხელშია. ჩვენ გვესმის, რომ ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, მაგრამ ჩვენ ვღარიბდებით. რანაირად ხდება, რომ ქართული ოცნება ამაყობს ეკონომიკის ზრდით და ამ ქვეყანაში ბავშვები სიღარიბეში იღუპებიან, დევნილები თავს იწვავენ იმის გამო, რომ საცხოვრებელი არ აქვთ, ბავშვები ჯარდის შეგროვების დროს თხრილში ვარდებიან, სოციალურად დაუცველების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, ემიგრანტების რიცხვი იზრდება, ჯანდაცვაზე, განათლებაზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო მცირდება და ეს ციფრები, რომლითაც ამაყობენ, რეალურად ჩვენს ცხოვრებაში არაფერს არ ცვლის, ხო? ეს არის კონტექსტი და მოცემულობა და ამ მოცემულობის ფონზე არის გაშლილი ძალიან დიდი წინააღმდეგობის ტალღა, არა მარტო თბილისში, მთელ ქვეყანაში და ვხედავთ ბრძოლის უნიკალურ გამოცდილებებს, ძალიან თამამ გამოცდილებებს, ადამიანების საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს აყენებენ რისკის ქვეშ იმისთვის, რომ გამოაღვიძონ საზოგადოება. ამიტომ თუ რამე მიზანი დღეს ამ მოძრაობას შეიძლება ქონდეს, რა თქმა უნდა, ეს არის ამ წინააღმდეგობის კიდევ უფრო გაძლიერება, ამ გამოღვიძების პროცესში თავისი როლის შესრულება. ჩვენ გვესმის, რომ გაშლილია პროტესტი მთელ ქვეყანაში, მაგრამ ასევე გვესმის, რომ ამ პროტესტს ჭირდება გაძლიერება, ჭირდება ახალი კერები, ჭირდება ახალი ხალხი, ჭირდება ახალი თემები და იდეები, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დააკავშიროს თავისი თავი პროტესტთან, დააკავშიროს თავისი უბედურება საერთო უბედურებასთან და ყველამ დაინახოს, რომ ის რომ მისი მშობელი ემიგრაციაშია, ან ის რომ მისი შვილი თავს უსაფრთხოდ ამ ქვეყანაში არ გრძნობს და გაქცევაზე ფიქრობს, ის რომ საკუთარი სტუდენტის შვილი ან შვილიშვილი ვეღარ ქირაობს ბინას, ის რომ წამლებზე და ოპერაციაზე ფული არავის აღარ ყოფნის, ის რომ ქუჩაში გამოსულ ოჯახის წევრს ან ნახავს სახლში დაბრუნებულს, ან ვერა, ან ტიტუშკა დახვდება, ან ნიღბიანი ვითომ პოლიციელი გაიტაცებს და შეიძლება სახისძულებით დამტვრეული დაბრუნდეს სახლში, ეს ყველაფერი რომ შედეგია იმ პოლიტიკური კრიზისის და ეკონომიკური კრიზისის, რაც გვაქვს, აი ამ ყველაფრის დაკავშირება არის ამ მოძრაობის მთავარი მიზანი და ამოცანა დღეს. იმასთან ერთად, რომ ჩვენ რაღაცნაირად ერთმანეთს დავეხმაროთ, როგორც ამ საზოგადოების წევრები და თანამოქალაქეებსაც დავეხმაროთ ჩვენი მორალური კომპასის და ორიენტირების გასწორებაში. ჩვენ ვხედავთ, რომ არა მარტო საქართველოში, გლობალურად ფეხს იკიდებს ავტორიტარიზმი, ფაშიზმი, ვხედავთ სრულიად დაკანონებულ ძალადობას ძლიერების და მდიდრების მხრიდან სუსტებზე და რაღაცნაირად ამის ნორმალიზება ხდება პოლიტიკაში. და ეს არ არის მარტო ჩვენი ადგილობრივი პრობლემა. ბუნებრივია ამ ქაოსში, ამ სრულ უიმედობაში ადამიანებს ჭირდებათ მხარდაჭერა, დამხნევება, დახმარება, რომ ჩვენ ეს კომპასი და ჩვენი მორალური ორიენტირები გავასწოროთ და ვთქვათ, რომ ეს არ არის ნორმალური, რაც ჩვენთან ხდება, რაც სხვაგან ხდება, გლობალურად ავტორიტარიზმის გაძლიერება არ არის ნორმალური და არ არის ნორმალური, რომ ერთეული ადამიანების გამდიდრების და ძალაუფლების ხარჯზე ნადგურდებოდეს მოსახლეობის უმრავლესობა და უბედურდებოდეს, ხო? ამიტომ ამ მოძრაობის მიზანს მე ასე შევაჯამებდი, გააძლიეროს მიმდინარე წინააღმდეგობა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის საწუხარი გააჟღეროს ამ პროცესში, დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ აი ამ ბევრ ბუნდოვანებაში, ბევრ უსიამოვნებაში, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, დავანახოთ ერთმანეთს იმედი და რაც მთავარია, უპასუხოთ მთავარ კითხვას. ეს დღეს თუ ხვალ დამთავრდება და შეუძლებელია, რომ ამ ბოროტებამ გაიმარჯვოს საბოლოოდ და აუცილებლად დასრულდება, რადგან არ უნდა დასჭირდეს, მაგრამ მთავარი კითხვა არის ის, რას ვშვებით ჩვენ შემდეგ, როცა ამ ბოროტებას დავასრულებთ და ეს მოძრაობა ეცდება, რომ ამ კითხვას გასცეს თანმიმდევრული და სისტემური პასუხი ძალიან უკომპრომისოდ, ღიად და ნაცვლად და უპასუხოთ თავარ კითხვას, როგორ შევქმნათ უფრო თანასწორი საზოგადოება, როგორ შევქმნათ სოციალური დემოკრატია, რომელსაც ჩვენ ვჯერა და ვამბობთ, რომ ამ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა არის დემოკრატია, მაგრამ დემოკრატიის ერთადერთი გზა არის ის, რომ ის იყოს სოციალური, იმისთვის, რომ ყველა მოქალაქე
საზოგადოების ყველა ჯგუფმა იგრძნოს განვითარება, პროგრესი, მიხვდეს რას ნიშნავს გადარჩენა, ხო? აი დღეს რომ უნდა გადავრჩეთ, გავიგეთ რომ უნდა გადავრჩეთ, ევროკავშირში უნდა შევიდეთ, მაგრამ რას ნიშნავს ეს ჩემთვის? რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, როგორ აისახება ეს ჩემს ცხოვრებაზე და როგორ შეგვიძლია ყველამ ძალისხმევა გავაერთიანოთ უკეთესი ქვეყნის შესაქმნელად, ხო? აი ამ ყველაზე დიდ კითხვაზე პასუხის გაცემა იქნება ამ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაც და იმ მონახაზის შექმნაც ალბათ როგორი პოლიტიკური თუ ეკონომიკური სისტემა გვინდა, რომელშიც ყველას ექნება თანაბარი წვდომა საბაზისო საჭიროებებს. იქნება მინდა დამეტებით. ძალიან დიდი მადლობა. რთულია გაგრძელება, ხო, ესეთი ჩემთვის ახლა ძალიან ემოციური და ღრმა შინაარსის მქონე გამოსვლის შემდეგ, ხო და პირდაპირ გიგა შენთან გადმოვალ კითხვით, რომ ერთი არის თქვათ ეს იდეები არა და თქვათ ის ბრძოლა რა ბრძოლაშიც თქვათ ჩვენ როგორც მოძრაობა შევედით, მაგრამ მეორე კითხვა რასაც აი სულ სვავენ ხოლმე ადამიანები ეს არის ყველასთან მიმართებით, ხო, რომ აი ვინ არიან თქვათ ამ მოძრაობაში გაერთიანებულები ასაკეთებდნენ ისინი აქამდე და ანუ ამ შემთხვევაში შენ თუ შეგიძლია ხადია რაც სოფო მისაუბრა იმასაც შეგიძლია დააბატო, მაგრამ ასევე შენი პერსონალური პერსპექტივიდან რომ აი შენი мотиваცია რა იყო, რატო შემოუერთდი ამ მოძრაობას ხო და შენ რას ფიქრობ ასევე ვთქვათ შემდგომი განვითარების გზებზე. მეც მოგესალმებით პირველ რიგში ყველას. ზოგადად ვფიქრობ, რომ მოძრაობის იდეების ძირითადი ღირებულებების შესახებ სოფომ ამომწურავად ისაუბრა და ბევრად უფრო მეტი ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ Facebook-ზე არის ხელმისაწვდომი ჩვენს page-ს ქვია მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის. დღეს გოტას შეკითხვა იქნება ალბათ ხო ჩემი მსჯელობის მთავარი ხაზი, ხო, აი რაღაცა ძირითადად ვსაუბრობთ რაღაცა იდეებზე, რაღაც ღირებულებებზე, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს გვაერთიანებს, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე იმ პირადი გამოცდილების თუ პირადი ხმის გაჟღერება თუ კონკრეტულად თქვათ მე სოფო გოტა სხვა ადამიანები მოძრაობის სხვა წევრები რატო ვართ ასე ვთქვათ ამ მოძრაობაში ჩართულები, ხო? რა ღირებულებები გვაქვს ჩვენ საერთო მოძრაობასთან და მეორეს მხრივ აი ამ ღირებულებებს რატომ მივიჩნევთ დღევანდელ ჩვენს ასე ვთქვათ აწმყო აი ამ პოლიტიკისგან გამოფიტულ დღის წესრიგში ვალიდურად და ღირებულად. ზოგადად ალბათ აი პირდაპირ პასუხი შეიძლება იყოს ის, რომ სოფომ რაც ჩამოთვალა ყველა ის უთანასწორობები ეს არ არის ჩვენი მოძრაობის წევრებისთვის უცხო. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ დევნილებზე, როცა ვსაუბრობთ ეთნიკურად არადომინანტური ჯგუფის წარმომადგენლებზე, ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლების მშობლებსაც ემიგრაცია თავად მოუწიათ, ხო? ანუ აქ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ეს ადამიანები, ჩვენ ვართ მსგავსი ოჯახებიდან წამოსული ადამიანები, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ რაღაცნაირად ჩვენ დღეს აი ამ პოლიტიკისგან გამოფიტულ დღის წესრიგში ერთმანეთთან უფრო მეტად ვხედავთ ძირითადად განსხვავებებს, მაშინ როდესაც ამ წინააღმდეგობისთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია მსგავსებების დანახვაც, რომელსაც შეუძლია მხოლოდ ეს წინააღმდეგობა უფრო მეტად გააფართოვოს და მათ შორის უფრო მედეგი გახადოს, ხო? ნუ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზაზე ბევრი წინააღმდეგობა გველოდება ჩვენ ყველას, თუმცა ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია აი ეს წინააღმდეგობები ისევ რაღაცნაირად საერთო მუშაობით იქნეს გადალახული. აი მაგალითად როცა ვსაუბრობ აი ამ ჯგუფებზე, რომელსაც დღეს აი ამ უთანასწორობის საკუთარ თავზე გვაქვს გადატანილი, ხო? აი პირადად ჩემს თავზე შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ ემიგრანტი ქალიშვილი, ხო? და ჩვენ და გარდა ამისა დღეს უკვე ჩართული ვარ სასწავლო პროცესში, ან თავად მყავს სტუდენტები, ვისაც ვასწავლი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დედაჩემი ემიგრანტი იყო დაახლოებით 10 წლის წინ, ხო? და მე დღეს, როდესაც ვუყურებ რეალობას, ამ წელში
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრება წავიდა უარესობისკენ და ისევ თქვათ ემიგრანტი ადამიანების ასე ვთქვათ შრომა არის ის ძირითადი რაც თუნდაც ადამიანებს საგანმანათლებლო სივრცეებში ჩართულობის გარანტიას აძლევს. ჩვენ აი ასევე ვხედავთ, რომ ის ფაშისტური ნარატივები, ფაშისტური დისკურსები, რომელიც დამკვიდრებულია უკვე გლობალურად და ლოკალურადაც ძალიან ფეხს იკიდებს, ძალიან რაღაც განსხვავებული სიტყვებით გვეუბნება ამ უსამართლობებს და რაღაც თითქოს მაგალითად ემიგრანტ ადამიანებზე ხშირად ამბობენ, რომ ეს ვიღაცების არჩევანია, ხო? ამბობენ, რომ თქვათ ვიღაცამ რაღაცა გადაწყვეტილება, რაღაცა არჩევანი მიიღო, მაშინ როდესაც ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ დღეს თავის გადარჩენისთვის, აი ამ უთანასწორობაში გადარჩენისთვის ჩვენ გვიწევს არა არჩევანის გაკეთება, ხო? არამედ გვიწევს რაღაც უალტერნატივო მოცემულობაში ყოფნა და შემდგომში უკვე იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც შეიძლება საერთოდ არ იყოს ჩვენს ასე ვთქვათ მიზნებთან ახლოს. აი მე მაგალითად ბოლო წელი მუშაობდი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლში მცხოვრებ მოსახლეობასთან და სულ რამდენიმე ხნის წინ დავასრულე მუშაობა ქვიარ ადამიანების დედებთან და აი თითქოს რაღაცა ეს ძალიან განსხვავებული სოციალური ჯგუფია, რომელსაც ესეც სრულიად განსხვავებული საჭიროებები უნდა ქონდეს, ხო? თუმცა მეორეს მხრივ ეს პირადი უსაფრთხოება, ეროვნული უსაფრთხოება, ხო, რომელიც რაღაც ერთმანეთის შემავსებელია ჩვენი ცხოვრების, ძალიან ბევრ ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებულ ჯგუფებს აერთიანებს და ამ პრობლემებით რაღაცა ერთიანი გამოცდილებების, ერთიანი რაღაც ხედვების შეჯერების საფუძველსაც ქმნის. მე მგონია, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ როგორც საზოგადოებას გვჭირდება, ეს არის რაღაც სწორედ აი ამ ერთიანობის დანახვა, რაღაც დაგსაქვსვისგან თავის არიდება, ხო? და იმის გაცნობიერება, თუ რამდენად ბევრი საერთო გვაქვს ჩვენ ერთმანეთთან. მე სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ რეგიონში მუშაობ და იმედია ბევრი ადამიანი ახლა გვისმენს, ვის ოჯახშიც მე ვყოფილი ვარ, ვისთანაც მითანამშრომლია, ვის არ ვიცი რაღაც სუფრაზეც მისაუბრია ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან ღირებულ საკითხებზე. მე სიმართლე გითხრათ, არ ვიცნობ ადამიანს, რომელსაც მოსწონს ის მასკარადი, რომელიც დღეს კვერცხების ველაში თუ რაღაც დაჯარიმებებში თავდასხმებშია დღეს გამოხატული და მე რაღაც ეს პროპაგანდისტული მედიების მიერ შეფუთულია როგორც თითქოს მშვიდობის შენარჩუნებისკენ მოძრაობა, ხო? ჩვენ პირველი ალბათ რასაც ვამბობთ არის რომ მშვიდობა არ წარმოგვიდგენია ესეთი, ეს არ არის მშვიდობა. მშვიდობის ძალიან ბევრი ხედვა არსებობს და არც ერთ ხედვაში ის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები არ ჯდება, რომელსაც ჩვენ დღეს პოლიტიკური ველიდან ვუყურებთ, ხო? და ის სოფომ როგორც აღნიშნა, ამ საკითხზე რაღაც იგივეს დავამატებდი, ჩემი რაღაც დაკვირვებით, რომ დღეს პოლიტიკური სცენა, რომლიდანაც ეს ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები საუბრობენ, ეს არის სცენა, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგენს ადამიანებს, რომლებიც საკუთარი რაღაც ბიზნეს ინტერესების, მილიარდების დაცვის მოტივებით საუბრობენ. ხო, ეს არ არის პოლიტიკა დღეს აღარ არის დაკავშირებული ადამიანების წუხილთან, იმიტომ რომ პოლიტიკა აღარ წარმოადგენს ხალხს, ხო? და შესაბამისად, როცა ვთქვა ეს სცენა დაშლილია, დაცლილია ხალხისგან, შეუძლებელია ამ სცენაზე გაჟღერდეს ის საკითხები, ის თემები, რომელიც ჩვენ შეგვეხება და ჩვენ პირად ცხოვრებამდე, ჩვენი ოჯახების ცხოვრებამდე მოვა. მე ალბათ ვიტყოდი, რომ პირადად ეს საკითხებია, რამაც მოძრაობაში წევრობა, მასში ჩართულობა და დამოწყვეტინა. ეს არის პირველ რიგში ალბათ ღირებულებითი თანხმედრა იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ მოძრაობის წევრები არიან. თუმცა ეს რასაკვირველია არ უნდა იქნას ალბათ გაგებული ისე, რომ ჩვენ რაღაცა ყველანი ერთნაირად ვაზროვნებთ, ან ყველას ერთნაირი ბექგრაუნდი, ან თუნდაც აი ამ სოციალური ცხოვრებიდან გარიყვის საერთო გამოცდილებები გვაქვს, ხო? ჩვენ რაღაცა ყველას ალბათ სხვადასხვა ფრონტზე გვიწევს და მოგვიწევს მომავალში ბრძოლა, თუმცა დღევანდელი აწმყოსთვის ის ფრონტი, რომელიც მოძრაობისთვის არის მნიშვნელოვანი, გულისხმობა იმ წინააღმდეგობას,
არის ალტერნატიული ფრონტი, რომელშიც ყველა ჩვენგანი მიუხედავად ამ განსხვავებული ბექგრაუნდების, გამოცდილებებისა, ვიქნებით აუცილებლად ჩართულები. იმედია და დარწმუნებული ვარ, ბოლო რაღაცა 2 დღეში ძალიან ბევრი ადამიანი გამომეხმაურა მეც თუ ვიღაცებს აინტერესებდათ რატო ვიყავით ჩართული ან ზოგადად ვინ იყვნენ სხვა ადამიანები ჩართულები ამ მოძრაობაში, ხო? და მე რაღაცნაირად დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკვე პირველი ნაბიჯია იმის, რომ ძალიან მალე ეს მოძრაობა ბევრად უფრო საინტერესო ადამიანებს შემოიერთებს, შემოიამხანაგებს და რაღაცნაირად მათ შორის ჩვენს გვასწავლის იმ საკითხებს, რომელიც შესაძლებელია, რომ დღეს დანახული არ გქონდეს, ხო? მეც ალბათ ამით დავასრულებდი. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის არის Facebook-ზე გვერდის სახელი და ამ გვერდით ყველა სიახლეზე მიგეუბნება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. კითხვების შემთხვევაში უფრო მადლობა დიდი. დიდი მადლობა გიგა, მეც აი ზუსტად ორ საკითხზე 2 წუთში ჩავეტევი, დავამატებ, რომ ერთი თქვათ აი ჩემთვისაც ეს პიროვნული ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვანია, უბრალოდ აი ვინ არიან მართლა ჩართულები, ხო, მაგრამ რაღაცნაირად ვცდილობენ ხოლმე საზოგადოების თქვათ ხო სეგრეგაციას ერთი და დაყოფას, ხო და ჩვენც ეხა ჩემთვის პირადად, ხო, კი ცხადია ვართ რაღაცა უფრო მევარცხენე შეხედულებების ადამიანები, სოციალური დემოკრატიის გუჯერა, მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან თქვათ თავისუფლად პირიქით ძალიან დიდი სიამოვნებით თანამშრომლობ სხვა ადამიანებთან, სხვა ჯგუფებთან, სხვა ხალხთან, ჩვენი მეგობრები არიან, ჩვენი ახლობლები არიან, ჩვენი ნაცნობები არიან და ერთ წინააღმდეგობაში ვართ მათ შორის აქ ჩართულები, ხო, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი ჩემთვის ესეც იყო ერთ-ერთი ნიშანი ამ ჯგუფის, რომ ეს არ არის თქვათ რაღაცა ისეთი ჯგუფი, რომელიც თქვათ სხვა ჯგუფებს ძალიან ისე ნეგატიურად მოიხსენიებდეს, ხო, პირიქით, არა, ხო? და მეორე საკითხი არის, რადგან გიგამ გარკვეულწილად ისაუბრა, ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, თქვათ იგივე ეს კომპეტენციის საკითხი და მრავალფეროვნება, ხო, ეხლა ჩვენ თქვენ რომ მაგალითად ჩვენ შეხვედრებზე შემოიხედოთ, შეიძლება იფიქროთ, რომ ამ ხალხს რა აერთიანებს ერთმანეთთან, იმდენად თქვათ რაღაცა განსხვავებული შეხედულებებიც არის და სულ რაღაცა კამათი არის და სულ დავა არის ბევრ საკითხზე. ამიტომ ეს შეიძლება რასაც ჩვენ თვითონაც ვანიჭებთ ჩვენ თავს, აი მიარლიხებს, ხო, შეიძლება აი მე ვარცხენეობ, მაგრამ ესეც დავეთანხმები გიგას, რომ არ არის ერთგვაროვანი, ხო და იგივე მევარცხენე ადამიანებიც არ არიან ერთგვაროვნები, პირიქით ძალიან განსხვავებულები არიან და ამ ჯგუფშიც ეს მრავალფეროვნება მე ძალიან მომწონს, ხო და პირიქით ამას მივესალმები. ზუსტად ამიტომაც თქვათ ჩვენი ეს გუნდი მოძრაობა არის ღია, ცხადია ამ შეხედულებების მქონე ადამიანებისთვის. манифесტი ჩვენს გვერდზე არის გამოქვეყნებული და ვინც თქვათ თავს თulis ასე ვთქვათ და ახლოს არის ეს იდეები, შეუძლია რომ შემოგვიერთდეს, რამდენიმე დღეში დაიდება ასე ვთქვათ ეს გადაცხადის ფორმა და შეგიძლიათ შეავსოთ და შემდეგ უკვე რაღაცა გარკვეული პროცედურის მერე შეგიძლიათ რომ შემოგვიერთდეთ. სულ ეს იყო, ძალიან დიდი მადლობა, თუმცა რამდენიმე კითხვა ასე ვთქვათ თუ არის დავარქვათ აუდიტორიაში მივიღებთ ამ კითხვებს და სიამოვნებით უპასუხებთ. იყოს კოტა მოგიტანთ ხოლმე, მე მგონი ჯობია. კაი. ვისწავლები მას მრავალი შეიძლება არის მითუკეთესი ოლიგარქიასაც და თავიდანვე ვიტყვი რომ მე არა ვარ მემარცხენე შეხედულების თავიდანვე მე არ ვარ მემარცხენე შეხედულების ჩემი შეხედულება ცოტა ემარჯვენია ასე ვიტყვი მიმაჩნია რომ ის პრობლემები რაც ქვეყანაში არის ნუ მე ჩემი შეხედულებები მაქვს ასე ვიტყვი მივესალმები თქვენ ჯგუფის ჩამოყალიბებას მაგრამ ერთი რამ არის მე არ მინდა რომ საზოგადოებაში აღიქმებოდეს ასე რომ თითქოს და აი ეს აქცია და შორის არის ასეთი აღქმა რომ ეს აქცია იგივდება მემარცხენეობასთან ამიგეთ მე არ მინდა რომ მარტო მემარცხენეები იყვნენ აქ
კარგი იქნება თუ სხვა ჯგუფებსაც მოვიყვანთ. მემარჯვენე შეხედულებებისამებრ. მე მოგადეთ მასე ვფიქრობ, ჩემ ქვეყანაში პრობლემების გადაწყვეტა, აი ეს პრობლემები რაც არის ქვეყანაში, დაწყებული სიღარიბებთან და ძალიან ბევრი რამე, ну, მემარჯვენე შეხედულებებთან მასე მიმაჩნია მე და ასე ძალიან ბევრ ადამიანს მიაჩნია მემარჯვენე შეხედულებების. არ გამოვიდეს ისე რომ გული აიცვლო მემარჯვენე შეხედულებები და ჩვენი აქცია ცოტა განახილოს. მე ვიცი ადამიანები რომელსაც სხვათა შორის ვიტყოდა აი მე მქონდა საუბარი ამასთან დაკავშირებით და რუსთაველზე რო გავედით ერთი რამდენიმე ადამიანი შემოხვდა მე რომ მონაც განაცხადეს პროტესტის გამო ჩვენ არ მოვედით აქ რაღაც გამო ხომსდებით რასვამი ანუ ეს უნდა იყოს მრავალფეროვანი ეს უნდა იყოს ყველას აქცია არა მხოლოდ მარცხენეების აქცია და ეს უნდა იგრძნობოდეს აი ამ გამოსვლებში როდესაც მივდივართ და მოვითხოვთ მაგალ კარგ ხელფასებს კარგ ეს უნდა იგრძნობოდეს და უნდა იგრძნობოდეს ისიც რომ ჩვენ გვინდა ევროპაში შესulis გარეშე არა ჩვენ ამას ვერ მივახცევთ და ძალიან მე მგონი ისმის შეგვეძლო თქვათ რამდენიმე კითხვა ერთდროულად და მე გიპასუხებდით. პირველ რიგში მე არ ვიცი თუ აქ იყავით, როცა დავიწყეთ შეხვედრა, რითი დავიწყე მე პირადად. ხო, აი ძალიან სამწუხარო არის, იმიტომ რომ ზუსტად მაგით დავიწყეთ შეხვედრა. თუ ბუდიში ხო ეთერი რომ ეს არ არის ერთი ჯგუფის პროტესტი და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობთ. აგერ გუშინაც ვიყავით იმაში ტელევიზიაში, ზუსტად ამას ვიმეორებდით. კი, ხო, მე არ ვიცი თუ ეს ასე აღიქმება. ოღონდ მეორე საკითხიც არის, ამას ჩვენ სულ ასე ვამბობთ, პირიქით სხვა ჯგუფებთან თანამშრომლობთ და ერთად ვქმნით ამ პროტესტს იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ვთქვათ ჩართული არიან ამ პროტესტში. უბრალოდ ჩემი პერსონალური მხრიდან ერთსაც დავამატებდი, რომ პირობითად ვამბობ, ხო, რომ თუ მაგალითად გარკვეული ჯგუფი აქ 80 დღე არის და არ ეზარება, ჩართულია, ძალისხმევას დებს, ენერგიას დებს, მუშაობს, აორგანიზებს, ასე შემდეგ, მაგრამ თქვა სხვა ადამიანი არ მოდის ან რაღაცა ძალიან იშვიათად მოდის და ის აღიქვამს რომ შემდეგ თქვა პირობითად ჩემთან ან ჩემნაირ ადამიანებთან ასოცირდება ну რა ვქნათ ხო ანუ გაიგოს ძალისხმევა ასე ვთქვა ჩადოს და ესეც არის ანუ ეს სწორად გამიგეთ რა და ანუ ჩვენი მხრიდან და პირადად ჩემი მხრიდან პირიქით სულ ამას ვამბობთ რომ ეს არის საერთო პროტესტი და სხვა შორის აქაც ვთქვა აი როდესაც ეთერების საშუალება გქონდა ჩვენ განზრახ, აი ეს ერთთვიანი ეთერები, როდესაც გქონდათ, არც ერთხელ ვთქვათ, ვისაც გქონდა ამ შემთხვევაში მოლაპარაკებები, მე ვიყავი, ვახუშტი იყო, სხვები იყვნენ, არც ერთხელ ეთერით არ გვისარგებლია, ჩვენი ერთადერთი, ასე ვთქვათ, პრინციპი იყო, რომ ეთერი ხალხს და ხალხი სარგებლობდა ამ ეთერით. ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვამბობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის ხალხს, ეკუთვნის მთელს საზოგადოებას და პირიქით მოუწოდებთ ყველას რომ მოვიდნენ, მათ შორის რუსთაველზეც რო გავდივართ, პირიქით ყველას ვეუბნებით და ვცდილობთ ავხსნათ, თქვათ, რატო არის მნიშვნელოვანი ეს პროტესტი და მათ შორის რატო არის მნიშვნელოვანი თვითონ საზოგადოებრივი მაუწყებელი. საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეაც შესაძლებელია, ვთქვათ, უფრო ახლოს იყოს ამ შეხედულებებთან შესაძლებელია, ხო? მაგრამ შესაძლებელია არც. მაგრამ ნებისმიერ ვარიანტში ამას იმას მე პირადად ვითვალისწინებ და ამიტომ დავიწყე ზუსტად ამით ეს შეხვედრა, კიდევ ბევრჯერ ვიტყვით და პირიქით ჩვენ ვთხოვთ ყველას რომ აქ მოვიდნენ. ასევე ვთქვათ შეუძლია თავიანთი მოსაზრება გამოთქვან იმ ადამიანებმა, ვინც ძალიან თქვენთან ერთად, ვინც ძალიან აქტიურად არიან ამ პროტესტში ჩართულები პირველივე დღიდან და არ არიან მემარცხენე შეხედულებების და ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ მათთან ვმუშაობთ და ყოველდღიურ რეჟიმში ასე ვთქვათ ვაორგანიზებთ. მესმის თქვენ რასაც ამბობთ ეს წუხილი ნამდვილად მესმის და ერთობლივად ვთქვათ აი ვეცადოთ რომ მაქსიმალურად სხვადასხვა ჯგუფები კი მოვიყვანოთ, ამიტომ მაგაში თქვენც თუ გეკნებათ რამე რჩევა, რა შეიძლება გავაკეთოთ, სიამოვნებით მივიღებთ. ყველაზე დიდი მადლობა, ძალიან ძვირფასები ხართ, ვისაც გიყურებთ. გუშინ აქციიდან რომ მივდიოდი, გზაში წამოგვეწია თაკოს
ტივილით ის ვიდეო, რომელიც გავცელდა და მინდა ეხლა ძალიან ხმამაღლა თქვა. არის ღირსება, რომელსაც თუ ერთხელ უღალატე და ერთხელ ჩახარე თავი, ვერასოდეს ბედნიერი ვერ იქნები. ყველას მიუმართავ, გუშინ თაკოს კივილი თუ არ შეგეხოთ, პატრონს მიუმართავ განსაკუთრებით. გუშინ თუ თაკოს კივილი არ შეგეხოთ, ჩათვალეთ, რომ ღირსებაზე გადაბიჯებული გაქვთ. ღირსებაზე ძვირფასი არ გაგვაჩნია. მართლა არ გაგვაჩნია. ორ შვილს ვთი მარტო. არ გადამიბიჯებია პრინციპზე, რომელიც არის არ ვიცი, ყველა ადამიანზე ღირებული არ გამაჩნია არაფერი. ადამიანის კივილი რომ გესმოდათ გუშინ, ვისაც არ შეგეხოთ, ჩათვალეთ, რომ ღირსებას გადააბიჯეთ. 90-იანი წლებიდან ბევრი რამე მახსოვს და ერთხელ მკითხეს, რომ როდის მივხვდი, რომ ქალი ხარო. როდის და 99 წელს როცა მომიტაცეს და გეპეის უნივერსიტეტიდან მილიცია რომ ის გაისროლა, ყველა საგუშას გოზე მეგონა რომ გადაცემული იქნებოდა. პატრონს მიუმართავ. მამა ჩემი იმის მერე ყოველ დღეს სვამდა და ივიწყებდა როგორ უღალატეს მის შვილს. სახელმწიფომ, სამეგობრომ და ყველამ. მაშინ სახელმწიფო არ არსებობდა. დღეს უბრალოდ არ მოგცემთ მაგის უფლებას, რომ ქუჩაში ქალების კივილი ისმოდეს და ხმას აღარ იღებდეთ. და აი ესე იძახდეთ, რა ხდება? რა ხდება იძახეს მაშინაც. როდესაც ქალებს, ბავშვებს, ქალი არ ვიყავი, 17 წლის ვიყავი. ბავშვებს იტაცებდნენ, 14 წლის ბავშვებს იტაცებდნენ მაშინ. შვილები იყვნენ ისინი ოჯახების და მინდა იცოდეთ, ხვალ რო თქვენ შვილს მოიტაცებენ, ჩვენც აღარ ვიქნებით მაშინ ქუჩაში. იცოდეთ, როცა ვიბრძვით, დაგვიდეკით გვერდით. გუშინ თაკოს კივილი თუ არ გეხებოდათ და არ შეგეხოთ, იცოდეთ, რომ ღირსებას გადააბიჯეთ. მე ამაზე ძვირფასი არ გაგვაჩნია. მე ვარ საბას დედა, 23 წლის ერთით მოსარგებლის დედა. და უბრალოდ იცოდეთ, რომ არ არსებობს, საბას არ არსებობს, რომ აი იმ ადამიანურ ღირსებას გადააბიჯოს. არ ვიცი, არ არსებობს, რომ ამაზე გაყიდოს. არ არსებობს, ვინმეს კივილი არ შეგეხოთ ხალხნო, როგორ შეიძლება? თქვენ რომ დაგჭირდებით, გვერდით უნდა დავდგეთ და ჩვენ რომ გეძახით, აი ესე ბუტებივით რომ დარბიხართ მაგ დროს, როგორ არ გცხვენიათ? ორი შვილის დედა ვარ და უბრალოდ არ ვიკადრებ არც ერთი ლუკმის გულისთვის თაკოს კივილი არ მესმოდეს. არ არსებობს. დღეს უბრალოდ ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ თავს ვერ მივეცი უფლება, რომ არ მოვსულიყავი. თუ გაქვთ ეს რამე შეკითხვა, მოგაწყვეტეთ პროფესორს. მადლობა. ყველა ძალიან დიდი მადლობა. როგორც ტრადიციულად, როგორც ჩვენ ვითხოვთ, ახლა ნელ-ნელა ბანერებს ავიღებთ და შემდეგ შეგვიძლია რომ ხმაურით დავიძრათ რუსთაველისკენ, თუმცა დასაწყისში ცოტა მშვიდად დავიწყეთ და მაინც გვაქვს სასტოენები, ჩვენი ხმა გავაგონოთ ამ ტელევიზიის ხელმძღვანელობას, რომ დღესაც აქ ვართ. დიდი მადლობა.